ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სირიის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს. 27 წევრმა ქვეყანამ სირიის სამოქალაქო ომის დროს ასადის რეჟიმს მრავალი სანქცია დაუწესა, თუმცა ბაშარ ალ-ასადის დამხობის შემდეგ ევროკავშირი მზადაა დამოკიდებულება შეცვალოს. ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს სირიის ეკონომიკას და ქვეყანას ფეხზე დადგომაში დაეხმაროს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სწრაფად ვდგამთ ნაბიჯებს, მზად ვართ კურსი შევიცვალოთ, თუ სიტუაცია გაუარესდება. პარალელურად ვმუშაობთ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების აღდგენაზე. ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა უკმაყოფილოა დამასკოში მმართველ წრეში ისლამისტებიც რომ არიან. ევროკავშირი პირობასდებს, რომ სირიის ახალი მთავრობის დემოკრატიული უკუსლის შემთხვევაში სანქციებს განაახლებს. ჩვენი პოზიცია სირიასთან დაკავშირებით ყველასთვის ცხადია. გვინდა კონსტრუქციული ვიყოთ და შესაბამისად ჩართული ვართ პროცესში. სურს დავწმუნდეთ, რომ სირია საერთაშორისო საზოგადოებაში ხელახალი ინტეგრაციის შესაძლებლობა ექნება, თუმცა სრული თავისუფლების მიცემა გამოსავალი არაა. სირია იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირმა ყველაზე მკაცრი სანქციები დაუწესა. სანქციები შემსუბუქდება ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და საბანკო სექტორებზე. იმ სფეროებზე კი, რომლებიც იარაღის ყიდვა-გაყიდვას უკავშირდება, სანქციები შენარჩუნდება.